გახსოვს ის იყო You look great even without makeup. Really? Don't you like me with makeup? No, I do. I do like you. I like your family. I like your country. It's all been amazing. That's sweet. Are you okay? You exactly know what it is. Come on, don't start it, please, again. Yeah, but for how long are we going to keep it secret? Kate, I have already explained it before 1,000 times. Yeah, but I don't understand what's wrong about it. I told to my parents, I came out, they accepted me for who I was, and they took you as a part of the family. Please don't get upset. You should understand that for my family and for my friends, it's just unbelievable. It's not Canada, baby. But then what's the plan? So you're going back to Canada and then you tell your parents that you're finding a Prince Charming and getting married to him. That's the plan? Come on, it's not true, you know. I'm feeling like I'm forcing you into it. Shame on you. Yeah, but also my parents, they keep pushing me. They ask how your parents took me. You are right. This can't go any further. I promise. I'll figure out as soon as possible, okay? You promise? Have I ever lied to you? I feel much better now. Thank you. კობს რა მიკურს იცი? აი ყველას ერთად რატომ მოსწონს ერთნაირი ავეჯი და ერთნაირი კარატები, ჰა? მე ხვდეს ვაკეთებ უკვე ამ კვირაში. რა ტრენდულია, რა იმით? კარგი, რა ტრენდული რა. მე მაგრად მომდეს და ამის კეთილი. გეუბნები რაღაც იდეა მაქვს მეთქი და ეხა მეტი რა გითხრა. იზახი იდეა მაქვსო, მაგრამ არ ამბობ და კონდეს ეგ იდეა შენთვის და იყავ ეგრე. აი გასპერაც მოვიდეს და გეტყვი. სადაა ესე მართლა? რა ვიცი რა, რაც ირინა გაიცნო სუაურია მაგ ბიჭმა რა. აი, სალაპარაკო არ გაქვთ მეტი? სულ ჩემზე რატო ჭორაოდ? ვასლოკინებს თელი დღეა. ვენატრების მოვიდა მაგ. აჰა, მოვიდა კასპერაც. ყობას რაღაც ახალი იდეა აქვს. მე ჯერ არ მომისმენია, მაგრამ ეხლა გვეტყვის. დაიწყე აბა. ბიჭო, არაფერი რა, ეხლა ჩემი ახლობელი შეხვდა ამას წინათ. რაღაცებია ვილაპარაკეთ ის და რას ჩალიჩობ მეთქი რა და სერიული ავეჯი ჩამომაქოთ ჩინეთიდან. ო, კიდე ავეჯი? მე მეგონა სხვა რაღაც უნდა გეთქვა. მოიცა ერთი წამი აცალე რა, მერე? ხო და რა ვიფიქრე იცი, ანუ რამე პაპსა ავეჯი ჩვენ სხვა შევუკვეთოთ და ჩამოვიტანოთ მეთქი რა. აქ რაღაცა კრეატიულ შეკვეთებს ავიღებთ ხოლმე ისედაც. ეს რა სიტყვებით ლაპარაკობს? ყობა, კაი იდეა არის მართლა, მაგრამ ბიჭო, ანუ აი აკოფნით ხო რაღაცა ელემენტარულ ლარებს ვაკეთებთ რა. სულ სამივე მიმუშაოთ, აი დღე და ღამე რაღაცა ერთ შეკვეთაზე მეც მაინც ვერ გავაკეთებთ კვირაში. მე ისედაც ეგრე არ ვარ? ესმის ყობა, მაგრამ აი ხა ჩინეთის აი ეს კანალი რა, მართლა აზიარა ვარ, შენ ძმობას ვიცავარ. ან როგორ უნდა გამოწერო, ან რა უნდა ქნა რა. დასათვლელია შენ ძმობას ვიცავარ. ბიჭო, ანუ ეგრე არც მე არ ვიცი ზუსტად. ანუ იდეის დონეზე გელაპარაკები. უბრალოდ მართლა გეუბნები, აი ვინც გავიგე, ყველამ ფული იშოვა ამ ბიზნესით რა. აუ ბოდიში უნდა უპასუხო რა. მიდი. ჩათვალე რომ დავკარგეთ. წავედი რა, ბოდიში რა და დაგირეკავთ, კაი? ანუ საპატიო მიზეზი გაგწმა. აინტერესებს ახლა ამას ახალი ბიზნესი? შენ სადღა მიდიხარ, დავამთავროთ ეს ბიჭო, რა მოგივიდა. მიდი იქიდან. და დაიწყე აქედან ხარ.
როგორც მოსულა ხასიათზე. ვაიმე ხალხას გული გამიხეთე რა. როდის იყენებზე ადვილად ისკდებოდა გული? ჰა? არ გელოდებოდი. იფიქრე, სიურპრიზს მოუწყობ მეთქი. მაგარი სიურპრიზია. ერთი კვირის თავზე გამოჩნდი სახლში. რა, ხო იცი სადაც ვიყავია რა? ხო, ვიცი, მაგიტომ ეშლება ნერვები. რატო? იმიტომ რომ შენი ფუტკრების გარდა არაფერი არ გაინტერესებს. როგორ ვარ გაშვები? კარგი რა. ვიფიქრე, ბავშვი დაბრუნდა სახლში, გახარებული დამხვდება მეთქი. შენ კიდე რა მოგივიდა რა იყო? მე როგორი დაბრუნდა, იცი? ვიცი. დიდი ნახევარი კილო ქონდა დაკლებული. რა მოხდა? დაიქცა ქვეყანა. მალხას ამჯერად არ ვაჭარბებ. დავიღუპეთ. რა იყო, რა მოვიდა? სვამს. მე ვიფიქრე რაღა ჭირს მეთქი ბავშვს კაცო. ბიჭო, ამაზე მეტი რა უნდა ჭირდეს? რაც დაბრუნდა ერთი დღე არ გამოფხიზლებულა. რა მოხდა მე ვის არ დაულევია რამოდენიმე დღე ვის არ უხეიფია ზედიზედ. არ გახსოვს ოთარას ქორწილის მერე ერთი დღე არ გამოფხიზლებულ ვარ? ცხონებული დედაჩემიც ლოცვებს ახდა. მარტო სვამდი? არა. მარტო სვამს? ო, დღეს რომ მოვიდა თავი მისკდება პახმელიაზე ვარო და არაყი ხო არ გაქო. და მე მაგას სმაკი არ ქვია, მაგას ქვია მკურნალობა. მიგეცა ჩემი დაფრის არაყი. მივეცი მალხას და მან დავიღუპე ზუსტად. გამოვედი ღამე, მოკუნტული იჯდა და დაცლილი ქონდა ის ბოთლი. რამე ხوارოთ ხარ? არა, რას ვეტყოდი, საერთოდ ვერც დამინახა. ვიფიქრე არ გადაირიოს, კიდე სახლიდან არ გაიქცეს მეთქი. ოჩა. შეავიცი. ნიკა მთრალი ორჯერ სამჯერ თუ მყავს ნანახი. სად არის ახლა? ეზოში ჩავალო, აღარ იყო სასმელი და გაძვრა სადღაც. ეკატერინა, მოიცადე ქალბატონო. რატო ხარ მარტო? ისინი წავიდნენ მცხეთის დათვალიერება გვინდა და დამეზარა. თან რაღაც კარგი აქვს მარტო სილამაზეში. რაღაცა ვერ ხარ შენ ხასიათზე. მე რატო? რატო შენ უნდა მითხრა? გითხრა? დარწმუნებული ხარ? აბა რა უნდა ქნა? რა გჭირს? მეცა. აბა ხო. ვინ? ალო. ანა გამარჯობა, როგორ ხარ? გამარჯობა ახლა. რა ვიცი როგორ უნდა ვიყო. მესმის. შეიძლება ცუდ დროს ვეკავ, მაგრამ უნდა გნახო რა. მოხდა რამე? ბაბა არ მოხდა? ანუ ვიგულისმა კიდევ რამე ხო არ მოხდა თქო. არა, მეტი არაფერი მოხდა რა. უბრალოდ რაღაც სასწრაფოდ უნდა განვიხილოთ. ერთ საათში რო შევხვდეთ? დღეს ხო? ბახო 2 საათში რა. კარგი? 2 საათში? კაი, იყოს 2-ში. აი, თქვენ სახთარო კაფეა. იქ მოვალ ზუსტად 2 საათში. კარგი. კარგი დროებით. ვინ იყო? ვახო იყო. ვინ ვახო? აი გიორგის მეგობარი რო არის. ადვოკატი. ქორწილში რო ამბობდი შენ ყველაზე მხიარულიაო. ხო, კი, მერე? ნახვა უნდა თან სასწრაფოდ. რატო? არ ვიცი, აბა გიორგი დააბარა რაღაც არ ვიცი. ხო, მაგრამ გიორგის რო რამე უნდა და თვითონ ვერ დაგირეკავდა? ანუ გიორგის არჩემი ნახვა და არჩემი გაგონება არ უნდა და მესმის ახლა მიდის. უნდა წავიდე რა ეკა რა. სად თბილისში? ხო, აბა რა ვქნა. უთხარი რომ არ ვარ თბილისში, თქო, თან მართლა არ ხარ და. ხო, მაგრამ ხო არ ვეტყვი ხე გიორგი კინაღამ ჩემ გამომკვდა და მე კიდე სასეირნოდ წამოვედი მცხეთაში თქო. კაი, წაგიყვან. ჩაგიყვან. არა, მოიცა. ტაქს გამოვიძახე. აუ ძალიან არ მინდა რომ წახვიდე. არც მე არ მინდა, მაგრამ რა ვქნა, აბა. თან ქეითანაც და დევითანაც, მაგრამ მე რიდება, მაგრამ რა ვქნა ეგ, აბა. იმათთან რა გერიდება მე დავემშვიდობები შენს მაგივრა. მე 15 წუთში იქნება. წამო რა სასტუმრობდე მაინც მიგაცილე. უი, რა უნდა გეთქვა შენ? რაზე? აი, რატო ვერ იყავი ხასიათზე, მითხარი?
არაფერი, არა. ეკა, კარგი, მითხარი ახლა. არაფერი აღარც მახსოვს მართლა. არ მახსოვს რაზე გეუბნებოდი. ნამდვილად? ხო, აბა, წამო. წეთ. მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. Mobile phone you have გამარჯობა. გამარჯობათ. სად მიგზავნებით? ირინასთან. ირინა არ არის წასულია. 20 წუთის წინ ველაპარაკე და ოფისში გელოდებიო. ეხლა დავალაგე მისი ოთახი, ასე რომ დავკეტე კიდეც და ხო არ იცით საწავიდა? აბა მე ვინ რას მეტყვის? მეტი საქმე არა აქვს, რომ მე დამიბარო სად მიდიან, როდის მოვლენ. კარგით. ისე ჩემი თანამშრომლები საუბრობდნენ და ჩუმად ყური მოვკარი. არ გეგონოთ რომ მე ჩუმად ვისმენდე და მე მათზე ვჯორა. არა, რა საბუთ, რა უნდა თქვეს? იცით, ირინასთვის დაურეკიათ დიახ. და ქმარი ცუდად გამხდარა და საავტობუსში წაუყვანიათ. ვისი ქმარი? თავისი. აბა ახლა სხვისი ქმრის გულისთვის ქალი სამსახურიდან არ გაიქცეოდა და მით უმეტეს ირინა ისეთი ქალია რომ მამაპატიეთ რო აგაფორიაკეთ, მაგრამ არაფერი საშიში არ არის. თანამშრომლები ასე ამბობენ. კარგად იქნება ყველაფერი. ყველაფერი კარგად იქნება. ხო, კარგით. ვაჰ, ეს ვინ ჩამოსულა? როგორ ახარ, მამა? კარგად, ჩე? მეც. როგორ არიან ფუტკრები? არიან შენივრად დაბზრიან და თაფლის არაღი არ წამოიღე? არა. სახში არის. აღარ. ძალიან მომეწონა. მიხარია რომ მოგეწონა, მაგრამ იქ 2 ლიტრაზე მეტი იყო შვილი. მე ერთიანად კი არ დავული. მაინც ბევრია. თან თუ მარტოს ვამ. ისე, რო იცოდე. თაფლის არაღი წითელი ღვინოსავით არის. ბევრი კი არ შეიძლება. წრუპაო. ახლაც მოწრუპული გაქვს, არა? შვილო, მე დალევა არც ეხლა მიკვირს. და არც მაშინ მიკვირდა შენ ხელა რო ვიყავი, მაგრამ აი, ეხა ჭკუა თუ უნდა მარიგო, ვერ მოგისმენ ბოდიში. მომისმენ. უბრალოდ მე მოგისმენ. დავილაპარაკოთ, რა მოხდა? თუ რამე პრობლემა გაქვს? არ მაქვს პრობლემა. შვილო, ასე ამბობ, მაგრამ სხვანაირად ხდება. მაშინ როგორც გინდა ისე იფიქრე. შენ თუ ფიქრობ, დალევა ლაპარაკზე უკეთესია, ძალიან ცდები. დალევით პრობლემები არ გვარდება, პირიქით მრავლდება. გავლოცდები? ასე უცებ არა, მაგრამ რა ვერ გავიგე იცი? შენ რა გჭირს? ცხოვრებაში ორჯერ მაქვს თუ დალეული და მაგას გეუბნები მეც. დალევა არ გიყვარს, მაგრამ მაინც ვამ. წავედი, დავიცინე. The only thing I know is this is love that we are falling in.